9 თვე და 14 დღე არის, რომელიც მამა დავკარგე, მაგრამ მაგი მაინც ჩემთან არის და მე თავს ვგზნობ როგორც ორი ადამიანი. უკვე თენდება ჩემი და მამა ჩემის დაბადების დღე. მამა ჩემთვის მკვდარი არასოდეს არ იქნება. იმნაირი გრძნობა მაქვს, რომ მამა ჩემს ნახდად შევხვდები მე. ჩვენი გმირის ქცევები და განცდები განსჯისაგან თავისუფალია. არ ვიცით ეს ცუდია თუ კარგია, მაგრამ ფაქტია. 40 წლის დაჩი თურქია სამეგრელოს სოფელ ქვალონში ცხოვრობს. 63 წლის მამა მოულოდნელად გარდაეცვალა 9 თვის წინ. სწორედ ამდენივე ხანია მას მამის გვერდით საფლავზე ზძინავს და მის ხსოვნისადმი საპატივცემლოდ წვერსაც ატარებს. მაპატიე მამი, დედას რომ უფრო ველერსები, გაჯავრებული ნუ ხარ. არ იწერება შენზე ლექსები და მე ამაზე ვწუხვარ. მე არავის აზრი არ მაინტერესებს. მე შინაგანად თავისუფალი პიროვნება ვარ. მე მამაჩემს ხვალ ამოვიყვან. ერთი ჭიქით დაბადების დღეს მიულოცავ ზემოთ და წვერს მაშინკით გავყარსავ, რომელიც ნათქვამი მქონდა სიტყვა მამი შენი განაყარსი, მაშინით მეც გავიყარსავ წვერს მეთქი. თურქიების ოჯახში გარდაცვლილი მამისა და ცოცხალი შვილის დაბადების დღისადმი მზადება დილიდანვე იწყება. კარგი თბილი, მეგობრული, საყვარელი, ყველასთვის ხიდი. მისთვის შეიძლება ისეთი არ იყოს რამდენი სხვისთვის. და ღმერთმა 100 წელი ყოფილიყოს ამ ოჯახში, ჩემი დაჩი. სულ სასაფლაოზე აღამებს, ათენებს, ჩვენ ვერაფერს ვერ შველი ვართ. ძალიან მივსტირი იმის სიმთეს. სოფელ ქვალონში ამ დღისათვის ნათესავები და მეგობრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც ჩამოვიდნენ. ჩემი სიზრებო მოდიდა ნახეო და რა ვქნათ ახლა ასე უნდა ბერძინავს ვერ ისვენებს ასე უნდა თვითონ რა ვქნათ ახლა მიკრობი არ დაუდგეთ გვერდით ასე თქვა თავს მოიკლავო მამაჩას თუ არ შეუსრულო ესო ხო და რომელი ახლა უკეთესი თავი მოიკლას ისა უკეთესი თუ გააკეთოს ის ის რაც შემდეგ მოხდა და ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო უბრალოდ იმდენად შემზარავი და მიუღებელია რომ არ გიჩვენებთ. მამაშვილის დაბადების დღის აღნიშვნა კი მოგვიანებით სახლში გაგრძელდა. ლესტამბერი თურქიას ოჯახში ყველა მიცით რა უდიდესი ბრწყინვალე იმ დაბადების დღე აქვს მამაჩემს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ორივე ერთადმა დედამ შვილს საქციელი ვერ გადაათქმევინა, თუმცა მას დარჩა ერთი თხოვნა, რომელსაც ჩვენი მეშვეობით გააცნობს. დაჩი დედა მე მაგას გთხოვ რომ შენ მე თავუშვა და ხვალ რომ მოკვდე მე ვიცი რომ ჩემი შვილი გას გააკეთებ და ამისანა განმეორება არ მინდა.